მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და გამოთქვას მზადყოფნას. ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას საქართველოს მიმართ, რაც ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირის არ უნდა იყოს საქართველოს მიმართ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს Deep State, რომელიც USAID-ის და NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვირვებლური ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით ჩვენს ქვეყანაში კვლავად დესტაბილიზაციის შემოტანასა და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასოდეს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული 4 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ დონალდ ტრამპმა უკვე მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან, წარმატებით შეუწყო ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ხელისუფლებასთან და აღადგინა პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა ამ ფონზე მისი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ. ქართულ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული Deep State-ის დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია სამწუხაროდ პასიურად აგვირდება. ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში, რომელიც Facebook-ზე გამოქვეყნდა. ტრამპის მიმართ გაგზავნილ ღია წერილს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ეკუთვნის, კრიტიკული შეფასებები მოყვა ოპოზიციის მხრიდან. წერილი, რომელიც დღეს გავრცელდა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ყაველაშვილის სახელით, რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის სრულ კრახს. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე არ ყავს უბრალოდ ხელის ჩამორთმევი და ვერანაირ ურთიერთობას ის ვერ დაალაგებს, როგორც ანტიდემოკრატიული ძალა, როგორც პრორუსული ძალა, ვერ დაალაგებს ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვერ დაალაგებს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთ წერილების გავრცელება არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ძალიან ტრამპი, როგორც ხედავთ, არის ძალიან ფეთქებადი ხასიათის კაცი და თან ძალიან სერიოზული თვითმფრინავები ყავთ ბომბდამშენები ამერიკელებს და რო ეძახი ტრამპს, რომ Deep State გმართავსო. ემან სადმე ცუდად არ გაბრაზდეს და რამე არ მოგწიოს და რამე არ დაგმართოს, ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ამდენი ხანი რომ დასცინი აბუჩადი გიდებ და Deep State გმართავსო ამ ხელაკაცეუნები, რომელსაც ისეთი პრეტენზიები აქვს, რა 5 ომი გავაჩერეო იძახის და რა ცაკუდათ არ მიაჩნია დედამიწა ქალამნად, ნუ ეგეთი კაცი არის ტრამპი. ამ კაცს რო ეძახი რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ და Deep State გმართავსო, ისგან ძალიან მალე გაბრაზდება და ძალიან ცუდად გათლის ამათვის ტკეპლას. თავად პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ Deep State ებრძვის მას, მათ შორის ევრობიუროკრატია და რა გასაკვირია ეხლა რომ ჩვენ გქონდეს ასეთი განცხადებები და რა გასაკვირია რომ ჩვენ ეს ინფორმაცია გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენს ვართ ასე ვთქვათ ის ობიექტი, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის Deep State და სწორედ ამას ემსახურება ყაველაშვილის ეს წერილი თავისი კოლეგის მიმართ, ამერიკის პრეზიდენტის მიმართ, რომ ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ერთნაირი და თავსებადი, რატომ არ იძლევა საშუალებას, რომ დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენის პროცედურები. წერილის ავტორი მე მგონი ხელმოწერა ახლავს თან, ხო? და აქ ზედმეტი განმარტებები უკვე აღარ არის საჭირო. ამ წერილშიც არის აღნიშნული, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სწორედ გამარჯვების შემდეგ შეაჩერა ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ეს დოკუმენტი. ეს სწორედ მიმართული არის იქითკენ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს და ნათელი მოეფინოს
ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ევროკომისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად მიცემული ვადა ამოიწურა. გაუქმებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, ეს ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და მთელ პასუხისმგებლობას მას აკისრებს. სახელისუფლო გუნდის განცხადებით კი ევროკავშირი აგრძელებს შანტაჟს, რაც მიუღებელია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა. ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ, მანამ სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი. არ აქვს თარიღის მნიშვნელობა, ეს იქნება 5 სექტემბერს, 10 სექტემბერს, 20 სექტემბერს, მანამ სანამ ქვეყანას მართავს რუსული ძალა. მანამ სანამ რეჟიმი არის ქვეყანაში, რომელიც ყოველდღიურად წილს კარავს და აფურთხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან. ყოველთვის ევროპული ინტეგრაცია და ვიზა ლიბერალიზაცია, ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციაზე იყო, ხო, 31 აგვისტომდე, ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ. ამდენი წელია ითმენენ ევროპელები და იქით გეუბნებიან, რომ ნუ გლანძღავთ, ნუ გთათხავთ და იმან უილანძღებით და ასევე რას ითხოვდნენ ახლა ბოლოს, რომ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, დაიწყეთ დიალოგი ოპოზიციასთან და ასე შემდეგ. ისევ ჩვენთვის ასარგებლო რაღაცებს, მაგრამ აქაც დაიწყეს ტლიკინი, რომ თითქოს არ იქა რაღაცა ერთსქესიანთა ქორწინებას თუ რაღაცას გთხოვდნენ. ტყუილი თავიდან ბოლომდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როცა ეს ეტლიკინები ის იმ მექანიზმებს აამუშავებს, რაც მის ხელშია, ამდენხანს კიდე ფეხს ითრევდა, იმიტომ რომ დილობიანი ხალხია. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კი არა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციას, ქართულ სუვერენიტეტს, სიმშვიდეს ქვეყანაში, ქართული ხალხის განვითარებას და ნებისმიერი ის კანონები, რომელიც დაიცავს მშვიდობას, დაიცავს ქალების, ბავშვების, მამაკაცების დახოცვას საქართველოში, შავი ფულის შემოდინებას საქართველოში და დეზინფორმაციას დაიცავს საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ კანონებს არავინ არ გააუქმებს. ვიმეორებ, თუ შენ მე მთხოვ, რომ აბსოლუტურად გავნადგურდე, აღარ იყოს აღარც ტრადიცია, აღარც ეროვნულობა, აღარც სიმშვიდე, იყოს აქ ომი, ქაოსი და ტერიტორიები გამოიყენოს სხვა სახელმწიფომ, რა საკითხი უნდა დამისვა ისეთი და რა ვიზა უნდა მომწე ხა ისეთი, რომ გავცვალოთ ჩემი ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ლელოს ოზურგეთში მერობის კანდიდატი არ ეყოლება. გახარია საქართველოსთვის კი წარდგენის ბოლო ვადას ელოდება. დარჩება თუ არა ოზურგეთში მოსუფთავებული პოლიტიკური ველი არჩევნებზე ქართულ ოცნებას. გახარია საქართველოსთვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც 4 სექტემბერს გახდება ცნობილი. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება. ამ დროისთვის ოზურგეთში მერობის კანდიდატი მხოლოდ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პატა კუნჭულია ჰყავს დასახელებული. მერობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 4 სექტემბერია. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ლელო ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის ოზურგეთში ოფიციალურად კანდიდატები არ წარუდგენიათ. თუმცა დღეს გურია ტივისთან სატელეფონო საუბარში ლელოს ადგილობრივმა ლიდერმა ვლადიმერ ქვილორიამ გავრცელებული ინფორმაცია დაგვიდასტურა, რომლის მიხედვითაც მათ პარტიას ოზურგეთში მერობის კანდიდატი არ ეყოლება. რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის პარტიაში, გვითხრეს, რომ 4 სექტემბრამდე დრო ჯერ კიდევ არის და შესაბამისად იმის თქმა, რომ მათ ოზურგეთში კანდიდატი არ ეყოლებათ, ნაადრევია. გასული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, ოზურგეთ წელს არც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლება. წინა რამდენიმე არჩევნებში მონაწილე ყოფილმა მერმა კოტე შარაშენიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. დახვდება თუ არა ოზურგეთში ქართულ ოცნებას მოსუფთავებული საარჩევნო ველი, გახარია საქართველოსთვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც 4 სექტემბერს გახდება ცნობილი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგიონულ მედიასთან წინა საარჩევნო შეხვედრას სემინარი გამართა.
კახეთში სასტუმრო ბოდბეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან, CSKO-ს, სწავლების ცენტრის და საოლქოების თავმჯდომარეებთან ერთად რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. სემინარზე საარჩევნო საკითხები, მედიის როლი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არსებული გამოწვევები განიხილეს. ასევე იმსჯელეს კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა გამოყენების პროცესზე. ამორჩეველთა ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაშიც რა თქმა უნდა მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად იმისთვის, რომ ინფორმაციის შემდგომი გავრცელება და საარჩევნო პროცესების გაშუქება განხორციელდეს, მნიშვნელოვანი არის მედია საშუალებები იყვნენ ინფორმირებული იმ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციით, რომელიც უკავშირდება ნებისმიერ არჩევნებს. ამ მიზნით ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მედია საშუალებებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირებისგან მათ აქვს შესაძლებლობა უშუალო სამუშაო გარემოში მოისმინონ და მიიღონ ინფორმაცია ყველა იმ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიაში განსაკუთრებულ ადგილს იძენს. ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ინფორმაციის შემდგომი გაშუქებისა და ტირაჟირებისთვის იმ აუცილებელი სტანდარტების დაცვას, რომელიც მნიშვნელოვანი არის საზოგადოებამდე სწორი ინფორმაციის დაყვანისთვის. მედიას გახლავთ დემოკრატიის ჟანგბადი და შესაბამისად იმისათვის, რომ მედიამ სწორად მოახდინოს თავისი უფლების რეალიზება, იმისათვის, რომ ყავდეს ინფორმირებული ელექტორატი, არსებითად მნიშვნელოვანი არის მუდმივად ზრუნვა საარჩევნო კულტურისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ამ თვალსაზრისით ადმინისტრირებას ხელს უწყობს, როცა ყველა ჩართული მხარე, ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტია, მედია, დამკვირვებელი თუ საარჩევნო ადმინისტრატორი არის მზად იმისათვის, რომ სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია. მოგეხსენებათ 2025 წელს ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს, რასაც ახლავს თავისი სპეციფიკური მომენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლქებში მთელი რიგი პროცესებია, რომლის გაშუქებაც მნიშვნელოვანია როგორც ამორჩევლისთვის, ასევე მედიისთვისაც. შესაბამისად, ამ ტიპის ურთიერთობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო გამარტივდეს ორი მხარეს შორის კომუნიკაცია. შეხვედრის მიზანი იყო ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარება და გამყარება. მოგეხსენებათ, ინფორმაციის გავრცელების პროცესში მედიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. დიდი მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას, ხელმძღვანელს იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა არჩევნების წინ პრაქტიკულად მედიასთან მართავს საკმაოდ წარმომადგენლობით შეხვედრას. შეხვედრაში მონაწილეობენ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლებიც. უამრავ კითხვაზე მივიღეთ დღეს პასუხი. აქ განხილული იყო ის სიახლეები, რაც იქნება დანერგილი კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ასევე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ მედიისთვის, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით. სემინარი არის მედიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანია არჩევნების გაშუქება მოხდეს სწორად და სწორი მიმართულებით იმოქმედონ ჟურნალისტებმა. მნიშვნელოვანი არის სამართლებრივად იცოდეს მედიამ, როგორ უნდა გააშუქოს საარჩევნო პროცესები, რადგან სწორად მიეწოდოს მოსახლეობას პროცესების შესახებ ინფორმაცია. მსგავსი სემინარები ეხმარება მედიის წარმომადგენლებს, რომ კიდევ და კიდევ აღნიშნავ იმას, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას მედიის მხრიდან და სწორად გაშუქდეს ესა თუ ის საკითხი საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. გურიაში 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს. გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული
ფუცუ გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ნანაშაული 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურიაში 2011 წელს დაბადებული მუკუ ძალის გამოყენებით გაუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცავებმა ფუცუ ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.